აი ისინი არიან ეს დედამოწმულები, ნაბიჯურები. ისინი უკვე წაიყვანეს, ვიღაცა წაიყვანეს. რუსეთში მაინც დაიწყო მასობრივი მობილიზაცია. ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ჩნდება ვიდეოები და ფოტოები სამხედრო კომისარიატების მიერ მამაკაცებზე მოწყობილი რეიდების შესახებ. მათ პირდაპირ ქუჩებიდან და ბინებიდან იტაცებენ, მიკროავტობუსებში სვამენ და პირდაპირ ომში აგზავნიან. ვლადიმირ პუტინმა სრულად დააიგნორა მასშტაბური თავდასხმა მოსკოვზე, თუმცა კრემლში დაიქვეყნეს საერო თავდაცვის შესანიშნავი შედეგიანობით. ამ დროს კი უკრაინული უპილოტოები ამ წუთებში კვლავ ესხმიან თავს მოსკოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ მოუწოდა. თუმცა იმავე დროს დაემუქრა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს დარტყმების რაოდენობის გაზრდით და ევროპასა და უკრაინას ბირთვული დარტყმით დაემუქრა, თუ მოსკოვზე თავდასხმები გაგრძელდება. ამ დროს უკრაინა და აშშ რუსებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ომის მიმდინარე ფრონტის ხაზზე გაყინვის შესახებ. ხოლო ევროპელებმა რუსებს ღია ულტიმატუმიც აუყენეს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. ამაზე უკვე თავად რუსეთის ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. მე მქვია ალექსეი პეჩი, ყველა ამ თემას ერთად განახილავთ ამ გამოშვებაში. მაშასე დავიწყოთ დღევანდელი დღის მთავარ თემაზე. რუსეთში მობილიზაცია დაიწყო, თანაც იძულებითი. რუსეთის ფედერაციის პენზის ოლქში დაიწყო რეიდები სამხედრო კომისარიატის თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებიც აკავებენ მამაკაცებს, სვამენ მიკროავტობუსებში, მიხავთ სამხედრო კომისარიატებში და იქ ძალით აიძულებენ ხელი მოაწერონ კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. მასობრივი რეიდები სამხედრო კომისრების მხრიდან პენზაში 18 ივნისს დაიწყო და როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ ციტატა, ქუჩებში ხდება დაჭერები, გზები გადაკეტილია. მთელ პენზაში პატრულები იჭერენ მამაკაცებს, აკავებენ განურჩევლად და დოკუმენტების გარეშე დადიან აგარაკების უბნებში. ქალაქ კამენკაში ერთ ავტობუსში ჩასვეს თითქმის 100-მდე ადამიანი და როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობებიდან ჩანს, რეიდები ასევე ჩატარდა ქალაქ კუზნეცკშიც. მამაკაცებს აკავებენ ქუჩებში, სვამენ მანქანებში და მიყავთ კონტრაქტზე ხელმოსაწერად. ამისთვის აჩერებენ ავტომობილებს და საქალაქო ავტობუსებსაც. ისევ ციტატა ადგილობრივი ჩატებიდან. ყველას მასობრივად აკავებენ, აჩერებენ მანქანებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მამაკაცებს აკავებენ და მიყავთ კონტრაქტზე ხელმოსაწერად. რეიდებია მთელ ქალაქში. გახსენებთ, რომ ხუთშაბათს პენზაში ძალიან ბევრი სამხედრო შეინიშნებოდა და შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალების ჯგუფი ცდილობს მიკროავტობუსში ჩასმული მამაკაცების გათავისუფლებას. დადგინდა, რომ ვიდეო გადაღებულია პენზის ქალაქის ოქტიაბრსკისა და ჟელეზნოდოროჟნის რაიონების სამხედრო კომისარიატში. მითხარით, რატომ არ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება იმ ადამიანისთვის, რომელსაც ცუდად იყო? მითხარით, რატომ არ გამოიძახეთ დახმარება? მითხარი, რატომ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება? რომელსაც ცუდად არის მითხარი. რატომ? დახმარება არ. ლიოშა, ყველაფერი კარგად იქნება, შენთვის ლოცულობ. ვიცი. ლიოშკა! მიხوارხარ. ბიჭებო! ბიჭებო! აბა მითხარით! ყველამ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი კონტრაქტს. თქვენ დაგაძალეს! მითხარი დადადალეს, გცემეს. ნებაყოფლობით იყო თუ არა? უბრალოდ ღმერთს ევედრეთ, ნუ ტირით, სულ ესა. სულ ესა, არ დატო! ლიოხა! 5 წუთი არ გამოდგება, მომცენთ. საკვარისი იყო! ადამიანურად შეიძლებოდა. ადამიანურად დაიჭირირეთ. თქვენ სცემთ მათ. ვიცით რომ თქვენ ამოიძირქვეთ. მაშინ რით ხართ უკეთესი? თქვენ იღებთ. თუნდაც არ აღიაროთ. თქვენ ვერც კი შეგიძლიათ. 5 წუთი ადამიანურად მომცეთ. თქვენ! ჩუმად იყავი. ყველაფერს ვაბარებთ. მოდით ნახოთ როგორ არიან იქ. ბიჭებო, მოდი უპასუხეთ. თქვენ იცით რომ უკანა მხარემ არ მისცა. ხელები გააშვით. ტიტრები შექმნა ნახვამდის. დიმატორზოკ ნახვამდის. თქვენ ახლა უნდა გამოიძახოთ პოლიცია. სუბტიტრები შექმნა დიმატორზოკ. სუბტიტრები შექმნა დიმატორზოკ. სუბტიტრები შექმნა დიმატორზოკ. და აი ადგილობრივი მცხოვრებლები ჩივიან, რომ პენზის სამხედრო კომისარიატმა დააწესა მობილიზაციის გეგმები.
და ყველა დაკავებულ მამაკაცს აიძულებენ ხელი მოაწერონ თითქოს და ნებაყოფლობით კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. ადგილობრივების თქმით, მიკრორაიონ ქალაქ ასევე საგზაო პოლიციის ავტომობილები და რამდენიმე მიკროავტობუსი შენიშნეს კინოთეატრ სოვრემენნიკთან ქალაქ პენზის ცენტრში. ისინი გზას კეტავენ, აჩერებენ მანქანებს და უბრალოდ მამაკაცებს იტაცებენ. და უკვე სოციალურ ქსელებში პენზის ცხოვრებლები კითხულობენ, სად გაიქცნენ და მთავარი როგორ გაიქცნენ, თუ გზები უკვე გადაკეტილი. და ეს მხოლოდ პირველი ქალაქია. ასევე ჩნდება ცნობები მსგავსი რეიდების შესახებ რუსეთის სხვა ქალაქებშიც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში სოციალურ ქსელებში სულ უფრო და უფრო მეტ ვიდეოს ვნახავთ, რომლებიც რუსეთში მასობრივი იძულებით მობილიზაციას ასახავს. აკაც კრემლის ასეთი ქცევა შეიძლება აუხსნათ პანიკით. ვლადიმირ პუტინი ჩქარობს, რაც შეიძლება მეტი კაცი გაგზავნოს ომში, სანამ თვითონ არ წაიყვანეს. ამ წუთას, ამ გამოშვების ჩაწევის დროს, რუსეთში ისევ მიფრინავს 300-ზე მეტი უკრაინული დრონი. და გამოშვების ჩაწერის მომენტში უკვე ცნობილია, რომ მათგან ზოგიერთმა ისევ გაარღვია მოსკოვის თავდაცვის რგოლი. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკვე ერთ დღეზე მეტია საჯარო დუმილს ინარჩუნებს და უგულებელყოფს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ძლიერ დრონების იერიშს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. რის შედეგადაც, როგორც ახლა იუწყებიან რუსული მედია საშუალებები, 17 ადამიანი დაშავდა, ერთი ბავშვი დაიღუპა. უპილოტო აპარატი საცხოვრებელ სახლში შევარდა. ხოლო დედაქალაქში 2 სავაჭრო ცენტრი დაიწვა და აფეთქება მოხდა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში კაპოტნეში. და გუჟი ყველანი ვუყურებდით, როგორ აგდებდა რუსეთის საჰაერო თავდაცვა უპილოტო აპარატებს. მაგრამ რაც მთავარია, ისინი სრულად ჰაერში არ ანადგურებენ მათ. უბრალოდ აზიანებენ და ისინი ვარდებიან საცხოვრებელ სახლებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებულია. ზუსტად ჩანს, როგორ მიფრინავს უკრაინული უპილოტო აპარატი და როგორ ხდება მას რაკეტა რუსეთის საჰაერო თავდაცვიდან. მაგრამ უპილოტო აპარატი ჰაერში არ ფეთქდება, უბრალოდ იცვლის ტრაექტორიას და ვარდება საცხოვრებელ სახლებზე, სავაჭრო ცენტრებზე, გზებზე და ასე შემდეგ. გაგზელება. აზრაფრინდა. გაგზელება იქნება, გაგზელება იქნება, გაგზელება, გაგზელება. გაგზელება. შუპირები. შეტევის დღეს, როდესაც მოსკოვის ზემოთ ცა შავი კვამლით დაიფარა და რეგიონში მაზუთის წვიმები მოვიდა, ვლადიმირ პუტინმა დღე ყაზანში ოსეანის სამიძე გაატარა. საკუთარ გამოსვლაში ის საუბრობდა მრავალპოლარული სამყაროს აშენებაზე, ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. ასევე ამ ფორუმზე ძალიან ბევრს იცინოდა. და აი ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინისგან ამ თავდასხმაზე არანაირი საჯარო რეაქცია არ გამოჩენილა. მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გაჩუმებულიყო და ყველა რუსს გამოეცხადებინა, რომ არაფერი მომხდარა. უკრაინული დარტყმებმა მოსკოვზე 18 ივნისს გამოავლინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სუსტი მხარეები. ხოლო ეგრეთ წოდებული რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა თავდასხმების შემდეგ ღიად დაიწყეს ცენზურისავრისა და რუსეთის ხელისუფლების უუნარობის კრიტიკა, რომლებსაც არ შეუძლიათ მოსახლეობა ომის შედეგებისგან დაიცვან. როგორც ეს ომის შესწავლის ინსტიტუტი ერთმა რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა თავის პოსტში, რომელიც შემდეგ რატომღაც წაიშალა, განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, მიუხედავად მოსკოვის მაღალეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებისა. და აი მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად პირდაპირ გადმოაქვს ომი რუსეთის ფედერაციის რეგიონებში, საზღვრისპირა რეგიონების მიღმა. და ამიტომ აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყნის მასშტაბით ობიექტების გარშემო საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები უბრალოდ აღარ ყოფნის? სხვა ასეთ წოდებულმა რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა გააკრიტიკა რუსული მედია იმის გამო, რომ მათ თავიანთ პუბლიკაციებში მნიშვნელოვნად ამცირებენ ამ დარტყმების მნიშვნელობას.
მისი თქმით, ისინი, ვინც ხალხს მოსწყდნენ, აკონტროლებენ სახელმწიფო მედიას და შექმნეს ყალბი რეალობა, სადაც ყველაფერი კარგადაა და მოუწოდებს მათ, რომ ზუსტად გააშუქონ მოვლენები. თითქოს სიამდვილეში ყველაფერი კარგად არ არის. კიდევ ერთმა ასე წოდებულმა ზე სამხედრო კორესპონდენტმა დაამატა. მან აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება თავისი მიდგომის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური ანგარიშები კიდევ უფრო მოწყვეტილი იქნება რეალობას ვიდრე ახლა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა სახელმწიფო მედია იმისთვის, რომ ისინი აშუქებენ რეალობასთან ძალიან დაშორებულ, ასე წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომელიც თითქოს მხოლოდ უკრაინას შეეხოდა, არა რუსეთს. ასევე გააკრიტიკა უკრაინელების ბრძოლის ველზე გადაადგილების შესახებ ცნობების ყამბებად მონათქვა. ის ამბობს: ბიჭებო, ეს ომი უკვე დიდი ხანია რუსეთშია. ის უკრაინაში არ არის. ის უკრაინაშია რუსეთშია. გარდა ამისა, საკმარისია თხუილების თმა თითქოს და რუსეთის არმია მუდმივად ყოველდღიურად წინ მიიწევს ფრონტზე. და აი რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ რუსებს ახლა შეუძლიათ საკუთარი თვალით დარწმუნდნენ, რომ პროპაგანდისტების განცხადებები იმის შესახებ თითქოს ყველაფერი კარგადაა, სიამდვილეს არ შეესაბამება. რუსეთში სხვათა შორის არც ერთმა ვიმეორებ, არც ერთმა ტელეარხმა არ გაუშვა და არ აჩვენა. საერთოდ არ უჩვენებიათ რაიმე ცალკე რეპორტაჟი მოსკოვზე თავდასხმის შესახებ. არც ერთს. ყველამ უბრალოდ გაჩუმდა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი მოხდა. ამის ნაცვლად ისინი ძირითადად იმაზე გაამახვილეს ყურადღება, რომ თავად მოსკოველები უნდა დაესაჯათ, ვინც ვიდეოზე იღებდა და ინტერნეტში ავრცელებდა დათქმებსა და მათ შედეგებს. ეხლა ამ ყველა მოსკოველს იჭერენ ავტოზაკებში სვამენ და წინასწარი დაკავების იზოლატორში მიხავთ. თითქოს ეს არ შეიძლებოდა. ამ დროს კი კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი. ამაყად განაცხადა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მოსკოვის ამ კადრებისა, რუსეთის საერო თავდაცვის სისტემა შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ამასობაში 19 ივნის დღისით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ უტევენ უკრაინული უპილოტოები მოსკოვს უკვე მეორე დღეა ზედიზედ. ადგილობრივი ხელისუფლება რეგულარულად იუწყება საერო თავდაცვის მუშაობის შესახებ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის თავზე. ახალდი დამკვირვებლები უკვე ირონიულად აღნიშნავენ, რომ მოსკოვის სტაბილურობა ახლა იმაში გამოიხატება, რომ ცაში დრონებია, რადგან რუსებმა და მოსკოველებმა აერჩიეს ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ომი მათ სახლებში მოიყვანა. მაგრამ რათა რუსეთის მოსახლეობის ყურადღება მოსკოვზე თავდასხმებისა და მობილიზაციის თემებიდან გადაეტანათ, კრემლში გადაწყვიტეს კვლავ დაემუქრონ უკრაინასა და ევროპას. მათ ამბობენ, დიახ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრობლემები, მაგრამ ახლა ისევ წამოვწეთ, მაგალითად ბირთვული დარტყმის თემას. და ყველა მოსკოველი ისევ აპირდება ასეთი სიამაყის ექსტაზში, რომ აი ეხლა ჩვენ გაჩვენებთ, ეხლა შურს ვიძიებთ მოსკოვისთვის. ეხლა გადავდივართ გამოშვების მეორე ნაწილზე, სადაც განვიხილავთ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პერსპექტივას უკრაინის წინააღმდეგ. აქ არის საინტერესო მომენტები, რომლებზეც ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა. მაგრამ მეგობრებო, სანამ მეორე ნაწილზე გადავიდოდეთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, მოიწონოთ და რა თქმა უნდა, დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. ეს ძალიან დაეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, მეგობრებო, დავიწყე ესე წოდებული დახურული კლუბი Patchy Insight-ი. ეს არის ცალკე დახურული Telegram არხი, სადაც მხოლოდ ჩემი პატრონის განწერები ხდებიან. იქ ჩვენ ერთად განვიხილავთ სხვადასხვა თემებს. მე ვპასუხობ თქვენს კითხვებზე, გარდა ამისა, თქვენთან ერთად ვიკითხავ რჩევას, თუ რა თემას ავერჩიო შემდეგი გამოშვებისთვის. საერთოდ თუ გსურთ ასე დახურულ კლუბში მოხვედრა და იქ ჩვენთან ერთად სხვადასხვა სიახლეების, სხვადასხვა თემების განხილვა, გამოიწერეთ Patreon. ბული მასე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. და იქ მიიღებთ ბმულს იმ დახურულ Telegram არხზე, სადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ YouTube არხის კონტენტის შექმნაში. თუ გსურთ უბრალოდ ერთჯერადად ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ამ YouTube არხს, აღწერაში ასევე ნახავთ რეკვიზიტებს და გზებს, თუ როგორ გააკეთოთ ეს. ამისთვის მადლიერი ვიქნები. და გამოიწერეთ ჩემი სოციალური ქსელები: Instagram, TikTok, Facebook და ასევე ღია Telegram არხი. ყველა ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეხლა კი გავაგზავნოთ. წინა დღეს ვლადიმირ ზელენსკიმ პირდაპირ აღიარა, რომ უკრაინის ამოცანაა უკვე ამ ზამთარში მიაღწიოს ცეცხლის შეცვათას ფრონტზე. ამიტომ საჭიროა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება ყველა მხრიდან, ყველა ფრონტზე. და დღეს კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ძალიან ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ რუსეთთან დიალოგი ძალის პოზიციიდან უნდა აიგოს. ეს განცხადება მთლიანად გვიხსნის ევროპულ დიპლომატიას და იმას, რაზეც ევროპაში ამ თვის განმავლობაში შეთანხმდნენ. და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ტრამპთან ეს ყველაფერი შეათანხმეს, ტრამპმა ეს მხარი დაუჭირა
და შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს მოსკოვი ამ ყველაფერზე. აი რას აცხადებს პესკოვი. ეს ყველაზე დიდი შეცდომა. გაუნდინარეობს ეს მათი გარკვეული არაკომპეტენტურობიდან, დეზინფორმირებულობიდან თუ სიბრიყვისგან, ზუსტად არ ვიცით. მაგრამ ეს ფაქტია. ევროპას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაეცნოს რეალურ მდგომარეობას, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტში. კიევი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, თუმცა მაინც აგრძელებს იმ ხაზის დაცვას, რომელიც მოლაპარაკებებზე არ არის ორიენტირებული. ამასთან კრემლის პრეზდივანმა განაცხადა, რომ აგრესორ ქვეყანასთან, ანუ რუსეთთან, ძალის პოზიციიდან მოლაპარაკებები თითქოს არაფერს იძლევა. მან ასევე დაანონსა ახალი დარტყმები ობიექტებზე უკრაინაში. ამბობს, რომ გავაძლიერებ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ამავე დროს პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი თითქოს მზად არის მშვიდობიან მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ პრუსი დიქტატორი არაერთხელ აცხადებდა მოსკოვის დიალოგისთვის მზადყოფნას. უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებით იმუქრება ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიცი. ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსეთს უკრაინის საკითხზე ღია და მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს. მოსკოვს შესთავაზეს დაეთანხმოს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მიმდინარე ფრონტის ხაზზე და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. და რაც მთავარია, აუნაზღაუროს კიევს მიყენებული ზიანი. და აქ როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ძალიან შეიძლება დაგვეხმაროს ირანის მოდელი ან დონალდ ტრამპის ირანული შეთანხმება, რადგან სწორედ მასში ჩანს ის, რაც წაყენებულია. რას თავაზობენ ევროპა, რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად? ლავროვის თქმით, ევროპული ქვეყნები სწრაფად ცეცხლის შეწყვეტას ცდილობენ. იმისთვის, რომ ციტატას მოვიყვან, არ დაუშვან უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე კრახი, გააყინონ სამხედრო კონფლიქტი მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვის გარეშე და უკრაინის ტერიტორიაზე შეიყვანონ საკუთარი სამხედრო კონტინგენტები. ერთიანი ევროპა აგრძელებს ექსპანსიაზე ოცნებას. შეგნებულად ითვისებს უკრაინას. უკრაინას, მოლდოვასა და არმენიასაც თავის ორბიტაში ითრევენ. უკრაინა განიხილება როგორც მომავალი ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების მთავარი დამთხმელი ძალა. ასეთი სიტუაცია გლობალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს, რადგან ნატოსა და რუსეთის პირდაპირი დაპირისპირება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ბირთვული დარტყმების გაცვლაში კატასტროფული შედეგებით. საერთოდ რუსები ისევ ბრუნდებიან ბირთვული იარაღით დარტყმის მუქარებზე და ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების ძველი მოდელი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში შენდებოდა, ევროპელი ლიდერების ხელით დაინგრა. თითქოს სწორედ ისინი არიან დამნაშავეები. არა, არ იფიქროთ, რომ ევროპა ერთიანი, დიდი ევროპული არმიის შექმნაზე დაფიქრდა. არა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ამ ველურმა ქვეყანამ, სრულმასშტაბიანი, სისხლიანი, არაპროვოცირებული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. არა ამის შემდეგ. არ იფიქროთ, რომ საქმე რუსეთთანაა, თითქოს ევროპას თითქოს არ ქონდა მიზეზი, თუ რა. აი ლავროვი ცდილობს ასეთ ლოგიკას მოახვიოს. ანუ, ისინი ახლა ყველაფერს თავდაყირა აყენებენ და ამბობენ, რომ ეს ევროპას თვითონ დიდი ხანია დაგეგმილი ჰქონდა. ეს ევროპა უნდა და უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამთმან ძალად გამოეყენებინათ და სწორედ ამიტომ ევროპა უკრაინას იარაღით ამარაგებს. მე რუსებს ხაზი გაუსვი, რომ უკრაინელები ადეკვატური ერი არიან. ისინი ამას ისედაც მშვენივრად ხვდებიან. რუსებს ამ ბრიხუ და გაავლურებულ ხალხს შევასწენებ, რომ ნახეთ, 2014 წლამდე ევროპა რუსეთიდან გაზს და ნავთობს ყიდულობდა, ვაჭრობას აწარმოებდა. ანგელა მერკელი დადიოდა ვლადიმირ პუტინს ეხუტებოდა, ყველაფერი კარგად იყო. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ყირიმში და დონბასში ევროპამ დაიწყო რუსეთისგან მოშორება. 2022 წლის შემდეგ, როცა ვლადიმირ პუტინმა ევროპაში სისხლიანი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროპამ დაფიქრდა იმაზე, რომ როგორც ითქვიან, საჭიროა კბილების ჩვენება ამ დაუბანელ რუსებისთვის. საჭიროა შეიარაღება, საჭიროა დიდი ომისთვის მომზადება, საჭიროა თავდაცვის გაძლიერება, საჭიროა უზარმაზარი არმიის შექმნა, საჭიროა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გაზრდა. საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რუსებს უბრალოდ შეეშინდეთ ევროპისკენ თვალის გადატანაც კი. როგორ მოგწონთ ასეთი მიზეზ შედეგობრივი მოვლენა? აი შემდეგ ლავროვმა მოუწოდა საერთო ყველა ევრაზიის ქვეყნისთვის ღია კონტინენტური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნისკენ, რომელიც ასახავს თანამედროვე მრავალპოლარულ რეალობას. იგულისხმება, რომ თითქოს მოდით რუსეთს ჰქონდეს თავისი გავლენის სფერო. თითქოს რატომ იწყებს ევროპა სომხეთთან ურთიერთობების აწყობას? არა, ეს ჩვენი სამფლობელოა. რატომ აწყობს ევროპა მაგალითად უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობებს?
მოსკოვი ამბობს, ეს ჩვენი ტერიტორია, არ გაბედოთ აქ შემოსვლა. აი ამას თავაზობენ რუსები, როცა მრავალპოლარულ სამყაროზე საუბრობენ. და აქ უკვე აშკარა ხდება, რომ ევროპამ რეალურად დაიწყო კრემლზე ზეწოლა ულტიმატუმებით. ეკონომისტი წერს, რომ უკრაინამ აშეშონ და ევროპამ განაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების წინადადება შეიძლება ეტაპობრივ გეგმას მოიცავდეს. შესაძლოა მსგავსი იმ გეგმისა, რომელზეც დონალდ ტრამპმა ახლახან ირანთან მიაღწია შეთანხმებას. და აი როგორც ეკონომისტი წერს, რუსეთის არმიის წარუმატებლობები ფრონტზე და ისინი ნამდვილად არსებობს, რასაც არ უნდა ამბობდეს ვლადიმირ პუტინი, ხოლო უკრაინის წარმატებული დრონული იერიშები რუსეთის მისი მომარაგების გზებისა და ობიექტების წინააღმდეგ თავად რუსეთში, დონალდ ტრამპის დამოკიდებულებასაც ცვლის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისადმი. კიევის წარმომადგენლები და მისი გუნდი ამჟამად ყოველდღიურ კონსულტაციებს ატარებენ იმის შესახებ, თუ როგორ აიძულონ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. და როგორც აღმოჩნდა, მასიური იერიშების გაძლიერება რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი გზაა კრემლზე ზეწოლის მოსახდენად, რასაც მხარი დაუჭიეს როგორც ევროპამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა. ერთ-ერთი განხილვადი ვარიანტი იმისა, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, არის ომის დასრულება 2 თვეში, 2 ეტაპი. ეს 2 ეტაპი ძალიან გავს იმას, რაც შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მოაწერეს ხელი. თავდაპირველად იგეგმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა და ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ 50-დან 70 კილომეტრის სიღრმეზე თითოეულ მხარეს. ანუ პირობითად თავდაპირველად იგეგმება ესეთი ზონის შექმნა, მოდით ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზის გასწვრივ 100 კილომეტრზე მეტი სიგანის, სადაც დაბომბვა შეწყდება. შემდეგ თუ ეს სტაბილურად შენარჩუნდება, უფრო ფართო შეთანხმება ცეცხლის სრულ შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე. და The Economist-ის ცნობით განახლდა არაოფიციალური მოლაპარაკებები მოსკოვთან და გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს დრო გაწელოს ოქტომბრამდე. იმისთვის, რომ შემდეგ სასწრაფოდ გაუწიოს დონალდ ტრამპს ხარდაჭერა კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, რომლებიც ნოემბერში გაიმართება და მიიღოს რაღაც სანაცვლოდ. ანუ კრემლი შეიძლება დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის ნაწილობრივ რეჟიმს სადღაც ოქტომბერში, როგორც საჩუქარს დონალდ ტრამპისთვის არჩევნების წინ, მაგრამ სანაცვლოდ მოითხოვს ზეწოლას უკრაინაზე. მოსკოვში კვლავ ამტკიცებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ ანკორიჯის ფორმატში. ანუ იგულისხმება, რომ 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა თითქოს და დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწია რუსეთისთვის მთელი დონბასის გადაცემაზე და მის კონტროლის როგორც დე იურე, ასევე დე ფაქტო აღიარებაზე, კონტროლზე ყირიმზე და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს მართლაც ასეა თუ არა და ამაზე შეთანხმდნენ თუ არა ტრამპი და პუტინი, არავინ იცის. მაგრამ რუსები კვლავ საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ასეთი შეთანხმებები მიღწეული იყო, თუმცა ტრამპმა ისინი უკვე საჯაროდ უარყო. ამ გამოშვებას დავასრულებ ჟურნალ The Economist-ის ციტატით. მაგრამ განათხოვები თეთრ სახლში იცვლება. მისმა ბინადარმა გასულ წელს განაცხადა, რომ ვლადიმირ ზელენსკის არ აქვს ბარათები ხელში, რათა ომი გააგრძელოს. ვაშინგტონში 2 უკრაინული შეხედულება იწყებს ფესვების გადგმას, რომ რუსეთს ნდობა არ შეიძლება და რომ უკრაინა გამარჯვებულია, არა დამარცხებული. ამის დასტურად იქცა წარმატებული უკრაინული დარტყმა მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე კაპოტნეში 18 ივნისის დილით, როცა საფრანგეთის ევიანში დიდი შვიდეულის ლიდერების სამიტი სრულდებოდა. და ყველა მათ შორის დონალდ ტრამპიც დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილეები ხედავდნენ ამ კადრებს ალვოდებული მოსკოვის. აქ წერტილებს დავაყენებ. მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, დაალაიკეთ და კომენტარებში დაწერეთ, როგორ მოგწონთ ასეთი ფორმატი ამ YouTube არხზე. მინდა ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა ცოტა სხვანაირად დავაწყო. დღეღამეში 2-3 დიდი გამოშვება იქნება 4-5-ის ნაცვლად და მოკლეები თითოეული ცალკე თემაზე. მოკლედ, დაწერეთ თქვენი აზრი ესეთი ფორმატის შესახებ. კიდევ ერთხელ თხოვთ თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.